ცეგებადიდი მოგეხსენებათ, ეს არის ვირუსული დაავადება, რომლის ძირითადი გავრცელების და სწორედ სისხლს ხდება, ეს არის გადაედება სისხლი და სისხლის შეხების შემთხვევაში. და სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად საზოგადოებაში იყო ის სტიგმა, რომ ცეგებადიდი აპრიორ თითქოს იყო ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების დაავადება, უბრალოდ ერთი რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინფიცირებული ადამიანი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, იმიტომ რომ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როცა ადამიანს ყოველდღე ნებსთან შეხება, იმის დაავადების რისკი უფრო არის მაღალი. ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეხება აქვს, იგივე სილამაზის სალონი, იგივე სტომატოლოგიური თუ სხვა манипуляციები, რომელიც თან არის დაკავშირებული, ფაქტურად იყოფა რისკის ქვეშ და ზოგადად რო დავფიქრდეთ კიდევაც, ეს არის ჩვენთან კვლევების შედეგად, რასაც ჩვენ ორგანიზაციაში ვუკეთებთ ნარკოტიკების მომხმარებლებს, დაახლოებით 80%-ს უდგინდება ცეგებადიდი და ეს საკმაოდ მაღალი და რა თქმა უნდა ტრაგიკული არის ამ ადამიანებისთვის. მეც მაქვს ანალოგიური პრობლემა სამწუხაროდ და იქიდან გამომდინარე ზუსტად რომ დღეს ქვეყანაში არის 200,000 ადამიანი ინფიცირებული. ნარკოტიკების მომხმარებლები კვლევების მიხედვით არის 40,000 ადამიანი. თქვა დავიღოთ რომ სამჯერ მეტად 120,000 და მათი 80% ხო ხედავთ რომ 200,000 ნახევარიც კი რეალურად არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები და არიან ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრობენ, მაგრამ მათი ისინიც კი არიან რისკში საიქცო სერვისიდან გამომდინარე რა და იმიტომ რომ სამწუხაროდ და ეს არის დიდი პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, რაც გააკონტროლებდა იმ ბუდეებს, საიდანაც ხდება ინფიცირება. ამას გარდა კიდე არ არსებობს ვაქცინა, რომელიც აი ბეგებადთან მსგავსად არის ვაქცინა, ხო, აცრას გაიკეთებ და დაცული ხარ უკვე დაინფიცირებისგან. ეს არის დაავადება, რომელიც ანგრევს ღვიძლის უჯრედებს, სპობს და საბოლოო ჯამში ზუსტად მიყავს ცეროზამდე და ფიბროზამდე და ხდება ადამიანის სამწუხაროდ გარდაცვალება. რა თვითონ დაავადება არის გენოტიპების მიხედვით დაყოფილი, ეს არის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე გენოტიპი. მეორე და მესამე გენოტიპის შემთხვევაში ადამიანებს შანსი აქვს, რომ მათი უკმარლობა თუ ამის საშუალება ექნებათ, იყოს უფრო ეფექტური, მაღალი პროცენტი არის გამოჯანმრთელების, პტომები არ აქვს, დაინფიცირების დღიდან მიმდინარეობისას, სანამ ეს მიდის და ანგრევს თელ ღვიძლს და ორგანიზმს, ადამიანი ვერაფერს ვერ ხდება აბსოლუტურად. იგივე განსხვავებით სხვა ჰეპატიტებისგან, რომ არც სიკვდილი აქვს, არც რაღაც განსაკუთრებული, რომ წახვიდეთ ექიმს იმართო, როცა უკვე სიმპტომები იწყება, სამწუხაროდ უკვე პათოლოგიურ შედეგამდე ძალიან ახლობად რა, ან ციროზი, ან ფიბროზი, კიბოს პირველი სტადია. თქვა დაუდგინდა ადამიანს სწრაფი ტექსტით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო, რაპიდ ტესტებით, დაუდგინდა რომ არის ანტისხეულები და უნდა დაიწყოს კონტროლი. პირველი გზა რაც უნდა გაიაროთ, რომ სადაც კონფირმაცია მოხდება, გენოტიპირება მოხდება, დაახლოებით მინიმუმ 650 ლარამდე მაინც დაუჯდება რა და მეც არ ამა გამოგეთებული მიუხედავად იმისა რომ ხშირად მithქვია ხო საშუალო ფენას მივეკუთვნები ერთმაშად მაინც როგორც აუდა იყოს ამხერად ახის გაგება არის რთული სრული ანალიზი რო გაიკეთოს ადამიანი რომელიც კურნალობამდე მივიდა დაახლოებით 1200-1500 ლარი ხდება ელემენტარულად რო გაიძებოს ინფორმაციული საშუალება ჩვენ აი ადრე 28 ივლისს გვაქვს მინი გამოკითხვა ჩატარებული აი გამოჩნდა რომ 75%-მა კი იცოდა რა იყო ცეგებადიდი, მაგრამ არც მისი გადაცემის გზები იცოდა, რითი გადავიდოდა და არც გავწერე. ეს ხო უკვე ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ძალიან რისკიშია. პრევენციული ღონისძიებები და გაიზარდოს, აუცილებლად რომ მოხდეს კონტროლი, ისეთ დაწესებულებებს, სადაც არსებობს რისკი, არა მარტო ცეგება, იგივე შიცის და სხვა ინფექციების გადაცემა. ჯანდაცვის სამინისტროს სტომატოლოგიურ კლინიკებს, კაბინეტებს არ განიხილავს სამედიცინო დაწესებულებას. აბა წარმოგიდგენთ, ის საერთოდ არ არის კონტროლი. მე ვფიქრობ, რომ დაადგეს ეს კონტროლი, მე არა მარტო ჩვენი მეგობრები და ჩემი თანამოაზრეები, იმაზე აპელირება, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს იყო კორუფციის ბუდე და ამიტომ აღარ ასდგება. მე ვფიქრობ, როგორც მინიმუმ არის ტყუილი, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ქვეყანა იყო ზოგადად კორუფციის ბუდე, მაგრამ მე მგონი ამ კუთხით მართლა შეგვიძლია, ხო, რომ არის. ასევე უნდა მოხდეს ამ კუთხითაც. ჩინოვნიკები აღიარებენ, რომ ეს პრობლემა არის ქვეყანაში. თვითონ ძალიან კარგად არის გაცნობიერებული თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა და განსაკუთრებით მათთვის სასიგნალო სიგნალი იყო, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი რეზერვში მიმავალი ფაქტურად იქნა ასე თქვა დაბრაკული იმის გამო, რომ მათ აღმოჩნდა ცეგებადიდი. თუმცა ის არის წინ გადადგული ნაბიჯი, რომ ქალბატონი სანდრას ხელშეწყობით სკრინინგ ცენტრებში დაიწყეს ასე თქვა ცეგებადიდის პირველადი სკრინინგი ხდება, იქ სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს და გაიკეთოს და გაიგოს პირველადი ტესტებით
თუმცა შემდეგი მთავარი გზა რაც არის კიდევ ვიმეორებ ისევ დაუფინანსებელია და ისევ პრობლემურია არ არის ჩართული ეს სერვისები სადაზღვო პოლისებში ასად სამწუხაროდ არ ხდება ჩვენ ქვეყანაში აქტუალურია ეს მოგეხსენა სოციალურად დაუცველი ფერებისთვის უამრავი რამე კეთდება მაგრამ ამ ხრივ ეს ადამიანების დაუცველები არიან სოციალურად დაუცველი ადამიანებსაც არანაირი პაკეტები არ აქვს ცეგებადით ან ჩადებული